მოგესალმებით საღამომშვიდობის ძვირფასო ტელემაყურებლებო ეთერშია TV პლუსი გადაცემით ანალიზის დრო. დღეს ორშაბათია საღამოს 8 საათი და ჩვენ უკვე ეთერში ვართ. მოგესალმებით. დღეს ძალიან საინტერესო სტუმარი გვყავს მოწვეული უფლებადამცველი ბატონი დიმიტრი ლორთქიფანიძე. მოგესალმებით. მოგესალმებით ბატონ კონსტანტინე, მივესალმებით თქვენს მაყურებლებს. ძალიან მადლობელი ვარ, რომ გამონახეთ დრო და მობრძანდით. ძალიან გამახარეთ და მაყურებელსაც ვპირდებით საინტერესო გადაცემას და საინტერესო ეთერს. ძალიან საინტერესო პიროვნება ბრძანდებით მინდა გითხრათ. ბატონო დიმიტრი, როგორ შეაფასებდით დღეს ადამიანის უფლებების მდგომარეობას საქართველოში? როგორც უფლებადამცველი? ბატონო კონსტანტინე, იმისთვის რომ ამ კითხვას პასუხი გავცეთ, პატარა პრეისტორია უნდა გავიხსენოთ საქართველოს უახლეს ისტორიაში. მის მიერ აღებულ იმ ვალდებულებებთან დაკავშირებით, რომელიც ხშირ შემთხვევაში არიჯდა ქართული ორგანული ინტერესიდან გამომდინარე იმ ასე ვთქვათ ჩარჩოში, რაც ჭირდება ჩვენ ქვეყანას იმისთვის, რომ რეალურად შეფასდეს ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. იქნება ეს სოციალურ-ეკონომიკური ასპექტი, იქნება ეს სამოქალაქო პოლიტიკური უფლებების კუთხით, იქნება ეს დევნილთა უფლებრივი მდგომარეობის კუთხით. ვინაიდან ცრუ ნარატივები, რომელსაც ჩვენ თავს გვახვევდნენ წლების განმავლობაში, ეს სტარტს იღებს ჯერ კიდევ შორეული 1999 წლიდან, როდესაც საქართველო ხდება ევროპის საბჭოს წევრი ქვეყანა და შევახსენებ ქართულ საზოგადოებას, რომ აღნიშნული წელი ნიშანდობლივი იყო იმით, რომ ჩვენ ავიღეთ ვალდებულებები ეგრეთ წოდებული თურქი მესხების უკან დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით, რამაც წელს 2025 წელს კვლავ იჩინა მოგეხსენებათ თავი, მას შემდეგ რაც საქართველოს პრეზიდენტი ბატონი მიხეილ ყაველაშვილი იმყოფებოდა რა თურქეთის რესპუბლიკაში პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მიერ მას მოუწია მოსმენა იმ არასასურველი ფრაზებისა, რომელმაც გამოიწვია შემდგომში ძალიან სერიოზული აჟიოტაჟი საქართველოში, რომ თურქეთი ელის საქართველოდან შემხვედრ ნაბიჯებს თურქი მესხების უკან დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით. მე მინდა სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ არც ერთი მოწვევის საქართველოს პარლამენტის მიერ არ მომხდარა ამ საკითხის განხილვა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს საკითხი წინააღმდეგობაში მოდიოდა იმ რეალურ პოლიტიკურ წახნაგებთან, რომლიდან გამომდინარეც საქართველო არ იყო მზად ამ ნაბიჯის გადასატკმელად და ბუნებრივია ის აღებული ვალდებულებები, რომელიც ჩვენ 1999 წელს ავიღეთ, რჩებოდა შეუსრულებელი და დარჩება კიდევაც შეუსრულებელი მთელ რიგ მიზეზთა გამო, ვინაიდან საქართველოს არ შეუძლია აიღოს ზეჰუმანიტარული მისია საკუთარ თავზე და ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც მაგალითად ჩვენ გვავალდებულებდა, რომ აფხაზეთიდან ორგზის დევნილების მიმართ, სამაჩაბლოდან ორგზის დევნილების მიმართ, ეკომიგრანტების მიმართ, ჩეჩნეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ გამოგვეჩინა და ვიჩენთ კიდეც გარკვეულ სახელმწიფოებრივ ვალდებულებას, სოციალურ-ეკონომიკური ვალდებულებების ჭრილში, კიდევ დამატებითი პრობლემები წამოეკიდებინა სახელმწიფოს საკუთარ თავზე. მაგრამ როგორც ჩანს, ჩვენს მეზობელ თურქეთში ასე არ ფიქრობენ. მე ხარ რატომ დავიწყე ამ შორეული წარსულით? იმიტომ რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში შორეულ წარსულში აღებული ვალდებულებები კბილს ჭვირის ხოლმე დღესდღეობით. დღეს არსებულ ვითარებაში, დღეს არსებულ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელშიც საქართველო იმყოფება. შემდგომი წლები ძალიან მნიშვნელოვანია იმით, რომ საქართველომ უკვე ევროპის საბჭოს წევრობის მერე აიღო სხვა ვალდებულებები, რომელიც 2006-2011 წლების სამოქმედო გეგმაში ჩაჯდა, ეს აღმოსავლეთ პარტნიორობის პარკლებში აღებული ვალდებულებები, რომლის პარკლებში მოხდა სწორედ ამ ეგრეთ წოდებული LGBTQ ვითომ საზოგადოების, ფსევდოსაზოგადოების ინტერესების საკითხთან დაკავშირებით ვალდებულებების აღება. შეგახსენებთ, რომ ევროკომისია ძალიან დაუნდობელი იყო საქართველოს მთავრობების მიმართ და აცხადებდა, რომ რასიზმისა და შეუწყნარებლობის საკითხზე მომუშავე ევროპულ კომისიაზე მაქვს საუბარი, აცხადებდა, რომ საქართველოს უნდა მიეღო ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომ საქართველოსთვის ადამიანის უფლებების საკითხის განხილვა უნდა დაწყებული იყოს სწორედ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების, ეგრეთ წოდებული მოწყვლადი ჯგუფების, თორემ ეს იყო გაბატონებული ნარატივი ბუნებრივია მსოფლიოში, იმიტომ რომ გენდერული დიქტატურა სწორედ აქედან იკიდებს ფეხს 2006 წლიდან
შემდგომში უკვე კრეებს ენერგიას, კრეებს ძალას და წარმოიდგინეთ ტრილიონი დოლარით დაფინანსებული მსოფლიო LGBT დიქტატურა საქართველოში აპირებდა გაბატონებას უკვე 2014 წლის მერე, როდესაც საქართველოს პარლამენტს მიაღებინეს ანტიდისკრიმინაციული კანონი. გაგახსენებთ, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას პარალელურად თანსდებდა კონსტიტუციაში ცვლილებები, რომლითაც ოჯახის სრულუფლებიან სუბიექტებად გამოცხადდა ქალი და კაცი. ეს იყო ერთგვარი კონტრფორსი, რომელიც ძალიან ცუდად მიიღო მაშინდელმა დასავლურმა, ასე ვთქვათ, საზოგადოებამ, მაგრამ ჩვენ შევძველით, რომ გაგვეძლო ამ ზეწოლისთვის. 2015-16 წლები არის ამ მიმართულებით ძალიან მძიმე წლები და შეიძლება ითქვას, რომ 2017 წლიდან, როდესაც მუშავდება უკვე ბავშვთა კოდექსი, როდესაც იუვენალური იუსტიცია ემატება იმ მოთხოვნებს, რაზეც მე უკვე წეღან გესაუბრეთ და ერთნაირსქესიანთა ქორწინებები, ერთნაირსქესიანთა პარტნიორული ურთიერთობები, ტრანსგენდერებისთვის სქესის შეცვლის ოპერაციის საკანონმდებლო რეგულაციები უკვე მართლა სეტყვასავით წამოგვაყარეს ევროკომისიიდან, აი მაშინ იწყება უკვე ქართული საზოგადოების პროტესტი ქუჩაში. გაგახსენებთ, რომ იუვენალური იუსტიციის წინააღმდეგ, LGBTQ ეგრეთ წოდებული დიქტატურის წინააღმდეგ ძალიან მასობრივი ღონისძიებები ტარდებოდა და მადლობა ღმერთს, რომ თქვენი მონამორჩილიც ერთ-ერთი ვიყავი მათ შორის, ვინც აი ქუჩაში ვიდექით, პარლამენტის ხდომებზე გამოვდიოდით, ვიცავდით ჩვენს უფლებას, სუვერენულ უფლებას, თავი დაგვეცვა ასეთი მძიმე სახიფათო სოციალური ექსპერიმენტებისგან და მოვედით დღემდე და მოგეხსენებათ, რომ 2022 წლიდან 2025 წლამდე მთელი მსოფლიო იცვლება უკვე. მთელი მსოფლიო ასე ვთქვათ იწყებს ახალი წესრიგის ფორმატზე უკვე საუბარს და ერთპოლარული, ასე ვთქვათ, ჰეგემონია, პროდასავლური, ანუ გლობალური დასავლური ჰეგემონია ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს და მსოფლიოში იწყება უკვე სხვადასხვა პოლიტიკური ცენტრების შექმნა. აი ამან ჩვენ დროულად მოგვისწრო, შეიძლება ითქვას. 2022 წლიდან საქართველოსთვის იხსნება ახალი შესაძლებლობების ფარგლები არა მხოლოდ სოციალური, ეკონომიკური ასე ვთქვათ, მიმართულების ჭრილში, არამედ წმინდა პოლიტიკური თვალსაზრისით საქართველო იწყებს ბრძოლას ყოფილი კოლონიის წინააღმდეგ, ბრძოლას თავს მოხვეული საკანონმდებლო აქტებისა და ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებთან ჰარმონიზაციის მოთხოვნების წინააღმდეგ და ჩვენ ნელ-ნელა გამოვდივართ აი ამ ძალიან მძიმე მდგომარეობიდან, რომელსაც აი მთელი 3-4 წელია ვადევნებთ უკვე თვალს. მე-4 წელია დაიწყება უკვე, რასაც ვადევნებთ თვალს. და მადლობა ღმერთს, რომ ქვეყანას ყავს 17 მაისის საზოგადოება. ეს არის საზოგადოება, რომელიც არც ერთი მთავრობის დიქტატის ქვეშ არ მოქმედებს, მაგრამ რომელიც ყოველი წლის 17 მაისს გამოდის ქუჩაში საკუთარი ნებით, იმისთვის რომ სოფლიოს დაანახოს, რომ საქართველოს ყავს ძირითადი ღერძი საზოგადოებრივი აზროვნებისა, რომელიც ირჩევს ტრადიციულ ოჯახს, რომელიც ირჩევს ასე ვთქვათ, იმ ღირებულებებს, რომელიც ტრადიციულად საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა ჩვენთან და რომლის ავანგარდშიც ბუნებრივია არის საქართველოს ერთი წმინდა სამოციქულო ეკლესია, რომლის წევრთა შემოდგენილობა ქვეყანაში დაახლოებით 87%-ია და ეს არის ის დაუძლეველი წინააღმდეგობა, რომელსაც დასავლური პოლიტიკური ნარატივი ებრძვის დღემდე, მაგრამ თავს ურტყავს კედელს, შეიძლება ასე ითქვას. და ჩვენ გვახსენდება ზუსტად ესეთ სახარებისეული სიტყვები ეკლესიასთან დაკავშირებით, რომ ზღუდენი ჯოჯოხეთისანი მას ვერ ეწევიან, ასევე არის საქართველოსთან მიმართებით. რაც არ უნდა ძლიერი იყოს ზეწოლა საქართველოზე, მით უფრო მდგრადი იქნება კონტრფორსი საქართველოს მხრიდან. სანამ საქართველოს მოსახლეობაში არის ეს ისტორიული მეხსიერება, არის ეს ისტორიული გენეტიკური კოდი, რომელიც ტრადიციული ღირებულებებისადმი ერთგულებას მუდმივად გამოხატავს. ბატონო დიმიტრი, ამ თემასთან დაკავშირებით ერთი კითხვა მაქვს, ასე ვთქვათ, რა მიმართულებით გვაქვს პროგრესი ჩვენ ამ თემაზე, რაც თქვენ ისაუბრეთ, აი რა მიმართულებით გვაქვს პროგრესი და რა სფეროში გვაქვს ყველაზე მძიმე გამოწვევები? კარგი შეკითხვაა, მადლობა ამ შეკითხვისთვის. მე ბუნებრივია არა ვარ ხელისუფლება და შესაბამისად ხელისუფლების პოზიციიდან არ ვისაუბრებ იმ უფლებადამცველის პოზიციიდან, რომელსაც გააჩნია თავისი მეტნაკლებად ობიექტური ხედვა საკითხებთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ საგარეო პოლიტიკური გამოწვევების მიმართ ქვეყნის გამკლავების პროცესმა უკანა პლანზე გადმოწია სოციალური საკითხები უშუალოდ ქვეყანაში მიმდინარე, რამაც ძალიან გააუარესა
ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა სოციალურ-ეკონომიკურ ჭრილში. მე ამ შემთხვევაში პირველ რიგში გულისხმობ სასურსათო უსაფრთხოების მიმართ, ასე ვთქვათ, ძალიან რთულ გამოწვევებს. მოგეხსენებათ, სასურსათო ინფლაციამ შთანთქა ფაქტიურად ის სოციალური მინიმუმები, რომლებსაც პენსიები ჰქვია და რომლის მომხმარებელი ბენეფიციარი არის 840,000 ადამიანი საქართველოში. ეს მოგეხსენებათ თითქმის ასე ვთქვათ 1/4-ზე მეტი არის მთელი მოსახლეობისა რა, ვინც საჭიროებს ამ პენსიებს და ეს პენსიები არ არის საკმარისი საარსებო მინიმუმით განსაზღვრული, ასე ვთქვათ, იმ კალორიებისა და იმ ასე ვთქვათ საკვები ღირებულებების მისაღებად, რითაც ადამიანმა უნდა გაიტანოს თავი თვიდან თვემდე. აქ მარტო კვებაზე არ არის, ხო? ბუნებრივი აქ არის მედიკამენტები, საკვები დანამატები და ასე შემდეგ, ისაც რასაც საჭიროებს ადამიანის ორგანიზმი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ პირველი რიგის ამოცანა დღის მდგომარეობით ეს არის საშინაო პოლიტიკის გადახედვა, ეს არის შრომის კანონმდებლობის ასე ვთქვათ, ამოქმედება და მთელი რიგი საკანონმდებლო აქტების განხორციელება, რომელიც დაიცავს ადგილობრივ შრომით ბაზარს, მათ შორის მიგრანტებისგან. და მივადექით ყველაზე მწვავე საკითხს, რომელიც აი ამ სოციალური თემატიკის პარალელურად ნელ-ნელა იკრებს ძალას და ქართული საზოგადოების მხრიდანაც ჩვენ ვხედავთ, რომ მაქსიმალური წინააღმდეგობა ხდება ამ ყველაფერს. რატომ? იმიტომ, რომ მთელი რიგი საკანონმდებლო აქტები, რომელიც დღეს საქართველოში მოქმედებს, იყო სწორედ ნაკარნახები ევროკავშირის საკანონმდებლო ბაზიდან გამომდინარე და იმ ვალდებულებებიდან, რომელსაც საქართველოს განუჩინებდა ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. ამიტომ არის, რომ ჩვენი შრომის კანონი მორგებულია, რა ვიცი, სახელმწიფო ტრაფიკინგ შეიძლება ითქვას რა. იმიტომ რომ არ არის განსაზღვრული საათობრივი ნიხრები. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ადამიანი დაიქირავოს უმდაბლესი ხელფასით, რომელიც უბრალოდ სამარცხვინოა. მაგალითად, სუპერმარკეტებში მომუშავე ქალბატონები, მამაკაცები, ქალები, ვინც იქ შრომობს და დასაქმებული 600-დან 800 ლარამდე შრომობს. უმძიმესი ფიზიკური და ამავე დროს მატერიალურად პასუხისმგებლიანი ინტელექტუალური შრომის პირობებში. ეს არის თანამედროვე ტრაფიკინგი შეიძლება ითქვას. ანუ სახელმწიფო არ ზრუნავს მინიმალური ანაზღაურების დადგენილ ნიხრებზე. ეს კი თავის მხრივ მიგრანტებს, რომლებიც შემოდიან დაუბრკოლებლად და იღებენ ბინადრობის უფლებებს, აძლევს შესაძლებლობას, რომ დასაქმდნენ ერთდროულად რამოდენიმე მიმართულებით, იმისთვის რომ გაიჩინონ ის მინიმალური სარჩო, რომლითაც შეძლებენ, რომ ბინადრობის პირობებს მოერგონ საქართველოში და აქედან გამომდინარე იჩაგრება საქართველოს მოქალაქე მიგრანტი მაქსიმალურად ცდილობს მაქსიმუმი მიიღოს აი ამ საკანონმდებლო გაუგებრობის პირობებში, მოიკიდოს ფეხი და შემდგომში სხვადასხვა გზებითა და საშუალებებით გაიგრძელოს უკვე ეს ბინადრობის უფლება. იქნება ეს შრომითი კონტრაქტის გაგრძელების გზით, იქნება ეს ფიქტიური ქორწინებებით, იქნება ეს სწავლის ფორმალური საბაბით თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და რატომ მოგახსენებდით ბატონო კონსტანტინე ევროკავშირს? იმიტომ რომ ევროკავშირმა ჩვენ ხელი მოგვაწერინა რეადმისიის ხელშეკრულებას. ეს რეადმისია კიდე გულისხმობს საქართველოს გავლით მესამე ქვეყნებიდან წამოსული მიგრანტების უკან დაბრუნებას, ანუ ევროკავშირში მოხვედრილი მიგრანტების უკან დაბრუნებას საქართველოს ხარჯით საქართველოს ტერიტორიაზე. ხვდებით როგორი მზაკრობაა ჩაფიქრებული. და ამის გარდა 2018-ში ჩვენ მოვაწერეთ ხელი მიგრაციის გაეროს პაქტს მარაკეშში, რომელთაც ასევე პოლიტიკური ვალდებულება ავიღეთ მიგრანტების მიღების. ამიტომ ნახეთ რით უნდა დავიწყოთ. საერთაშორისო ხელშემკრებელი აქტების დენონსაციით და შიგნით უკვე ჩვენი კანონმდებლობის გადახედვით, როგორიც არის პირველ რიგში შრომის კანონმდებლობა, როგორიც არის საგადასახადო კოდექსი, როგორიც არის ფიქტიურ ქორწინებებთან დაკავშირებული რეგულაციები და აკრძალვა, ანუ სისხლის სამართლებრივი პოლიტიკის შეცვლა ამ მიმართულებით და ეს არის ის პაკეტი, რომლის გარეშე შეუძლებელია პრობლემების მოგვარება. რამდენი ადამიანიც არ უნდა გამოვიდეს ქუჩაში, რა პროტესტიც არ უნდა, ასე ვთქვათ, გაჟღერდეს ზედაპირულად, თუ ჩვენ ფესვში არ ჩავხედავთ ამ პრობლემას. თუ ჩვენ არ დავიწყებთ დიდი პლატფორმის მშენებლობას იმისთვის, რომ ხელისუფლება გამოვაფხიზლოთ, თუ ჩვენ არ შევეცდებით, რომ შევიდეთ პარლამენტში, დავიწყოთ დარგობრივი ეკონომიკა იქნება ეს, ადამიანის უფლებები, იურიდიული კომიტეტი, თავდაცვა და უსაფრთხოება, კონკრეტულ კომიტეტებში არ განვიხილავთ ჩვენ აი ამ პრობლემას, ისე მე ვფიქრობ, რომ დარჩება ეს ყველაფერი მხოლოდ ზედაპირულ, ასე ვთქვათ, რეაქციად, ფორმალურ რეფლექსიად ჩვენი მოსახლეობის მხრიდან. ბატონო დიმიტრი, საქართველოში ბევრი კარგი კანონია ადამიანის უფლებების შესახებ, მაგრამ
რა დონეზე იცავენ ან და პატივსცემენ ამ უფლებებს. რა თქმა უნდა ადამიანებზე მოცემული. ხო, იცით რა, ბევრი კარგი კანონი რას ნიშნავს? ბევრი კარგი კანონი შეიძლება ლამაზად არის მოწოდებული და მასზე გვეუბნებია, რომ ეს კანონები არის ჰარმონიზირებული ევროკავშირთან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყანა ვართ, გვაქვს ვალდებულებები აღებული, რომ ნებისმიერი კანონი, რომელსაც ჩვენ იგივე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ვიღებთ, ის უნდა მოხდეს მისი რევიზირება, შეფასება და შესაბამისობაში მოყვანა იგივე ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიასთან ურთიერთთანამშრომლობის გზით. და ეს ძალიან ხშირ შემთხვევაში ჩვენ ძალიან დიდ წინააღმდეგობაში გვაგდებს იგივე საქართველოს კონსტიტუციასთან მიმართებით. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვაიძულეს, რომ 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად მიგვეღო საკონსტიტუციო ჩანაწერი, რომლითაც ჩვენი ერთადერთი არჩევანი არის ჩრდილოატლანტიკური სივრცე, ევროატლანტიკური სივრცე. ეს სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ ასე არ არის, იმიტომ რომ საქართველოს დღეს ეხსნება გზა იგივე აღმოსავლეთისკენ. დღეს ეხსნება გზა ბრიქსის ქვეყნებთან თანამშრომლობის მიმართულებით. დღეს ეხსნება გზა საერთაშორისო ურთიერთობათა კონტინენტური ისეთი სისტემის შიგნით თანამშრომლობასთან, როგორც არის დიდი ევრაზიული კავშირი. დღეს ეხსნება შესაძლებლობა, რომ იმუშაოს ჩრდილოეთის სამხრეთის მონაკვეთზე, იმუშაოს აღმოსავლეთიდან დასავლეთით და დასავლეთიდან აღმოსავლეთით. და ამ დროს ჩვენ კონსტიტუციაში ჩავდეთ ხელშემკრელი ნორმები. ამიტომ ნახეთ თქვენ კითხვაზე რომ პასუხი გავცე, სამართლიანი პასუხი რო გავცე. მე ვიტყოდი რომ ყველაფერი უნდა დავიწყოთ კონსტიტუციის მოწესრიგებით. თუ კონსტიტუცია იქნება სწორად ფორმულირებული იმ ძირითად საფრთხეებთან და გამოწვევებთან მიმართებით, რაც დღეს ჩვენ ქვეყანას აწუხებს, ამ შემთხვევაში კანონთა იერარქიის მიხედვით ორგანული კანონმდებლობა, რიგითი კანონმდებლობა უკვე შეგვიძლია გავასწოროთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და ჩვენი განვითარებიდან გამომდინარე. ჩვენ ვკარგავთ მკვიდრ მოსახლეობას, ბატონო კონსტანტინე. ადამიანები გადიან ქვეყნიდან, გეტყვით რა სიხშირით. 2009 წელს მოხდა ციფრული დიგიტალიზირებული კონტროლი საზღვარზე. ანუ მანამდე საზღვრის გასვლის და უკან არ შემოსვლის ციფრული მექანიზმი კონტროლის არ არსებობდა. 2009 წლიდან დაიწყო ეს რესურსი. ყოველწლიურად საშუალოდ 90,000-დან 160,000-მდე ადამიანი გადის ქვეყნიდან. გესმით თქვენ რა ხდება? და ძალიან დიდი ნაწილი მათი აღარ ბრუნდება უკან. იმიტომ არის რომ ჩვენ ფაქტიურად ვხედავთ დაცარიელებულ სოფლებს, დაცარიელებულ რაიონებს. ჩვენ ნუიმსჯელებთ მარტო თბილისით, რომელშიც ასევე ვხედავთ რომ ჩვენი მოქალაქეების ხვედრითი წილი მცირდება აშკარად, ვიზუალური კონტროლით გულისხმობ. თქვენ გავდით და ნახეთ რეგიონებში რა ხდება. სოფლებია საერთოდ დაცლილი. ძალიან ბევრი სოფელი ამასთანავე ვიყავი ზემო ბოდბეში, სიღნაღის რაიონში და მითხრეს რომ 2 წლის განმავლობაში ერთი ბავშვი დაიბადა სოფელ ზემო ბოდბეში. 2 წლის განმავლობაში ერთი ბავშვია მარტო დაბადებული. თქვენ წარმოგიდგენიათ რომ ესე იგი აქ წარმოება, ანუ განახლება, მოსახლეობის გამრავლება, შობადობა იმდენად მინიმიზირებულია, რამდენადაც ახალგაზრდა თაობა და ფერტენული ასაკის ქალბატონები უბრალოდ აღარ ცხოვრობენ ამ სოფელში, ანუ ახალგაზრდობისგან დაცლილია. კონცენტრირებულია ყველაფერი თბილისში და ბატონმა თემურ მაისურაძემ გამოაქვეყნა ამასთანავე ძალიან საინტერესო კვლევა, აღმოჩნდა რომ საქართველოს მთელი ეკონომიკის 63% თავმოყრილია თბილისში. ანუ მთელი რაიონები არის დაცარიელებული და მე შევახსენებ ჩვენ ხელისუფლებას, რომ როდესაც ადამიანის უფლებებზეა ლაპარაკი, დიახ, სწორედ ამ სოციალური, ეკონომიკური და სამოქალაქო პოლიტიკური უფლებებით უნდა დავიწყოთ ანალიზი. იმიტომ რომ თუ ჩვენ სოფლის ცივილიზაცია, ანუ საქართველო არის სოფლის ცივილიზაცია, თუ ჩვენ სოფელს ხელს ვკრავთ, თუ ჩვენ არ გვინდა რომ აგრარული ქვეყანა, მართლა აგრარული მიზნებიდან და აგროეკონომიკური და აგროენერგეტიკული მიზნებიდან განვავითაროთ, მაშინ გამოდის რომ ჩვენ ხელს უწყობთ ჩვენი მკვიდრი მოსახლეობის ანიჰილაციას. ანიჰილაცია საერთაშორისო ტერმინია და გულისხმობს ასე ვთქვათ კვეთრშემცირებას რაოდენობის და მის გაქრობას საერთოდ. ეს პერსპექტივა გველის. მე იმიტომ მოგიყვანეთ ამ სოფლის მაგალითი, რომ ეხლა თვითონ სიღნაღი მოგეხსენებათ ტურისტული ცენტრია და კახეთი ძალიან პოპულარულია ზოგადად, მაგრამ აღმოჩნდა რომ ეს პოპულარობა უცხოელებისთვის უფრო არის, ასე ვთქვათ, დასაფასებელი, ვიდრე თავად ჩვენთვის, ქართველებისთვის. სამწუხაროდ ეგრეა, უცხოელი უფრო აფასებს საქართველოს სიწმინდეს და სიძველეს ვიდრე ქართველი. იცით რას მივიღებთ საბოლოო ჯამში? მივიღებთ უცხოელებით ჩასახლებულ, მასობრივად ჩასახლებულ საქართველოს. და ჩვენ აღმოჩნდებით მართლაც ეროვნულ უმცირესობაში ამ ქვეყანაში და მოდით რა, თუ საკუთარ თავს არ დავაბრალეთ პირველ რიგში, თუ საკუთარ უნიათობას არ დავაბრალეთ,
იცით რა, საქართველოსთან ბევრი გარბის, რა თქმა უნდა, სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად, მაგრამ ისე არ უნდა მოგვევიდეს, რომ განსაცდელში მიტოვებული სამშობლო მივიღოთ საბოლოო ჯამში და ჩვენი, ასე ვთქვათ, სოციალური მდგომარეობის გამომჯერა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. მე არ ვაკნინებ ამ ვალდებულებას, რომ გავიდეთ და ვიშრომოთ, თუნდაც იმიტომ, რომ ოჯახი შევინახოთ აქ, მაგრამ ამას არ უნდა მიეცეს იმ ტიპის ხელშემწყობი, ასე ვთქვათ, დამხმარე ფაქტორი ქვეყნის მთავრობის მხრიდან, რომ ამან მართლაც მიიღოს, ასე ვთქვათ, შეუქცევადი ხასიათი, ადამიანი გარბოდეს უკან მოუხედავად. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ამას შევადარებდი განსაცდელში ადამიანის მიტოვებას. ამ შემთხვევაში გულისხმობ ადამიანში სამშობლოს, რომელიც არანაკლებ დასაცავი და არანაკლებ მოწყვლადია, ვიდრე განსაცდელში მყოფი თუნდაც ერთი ადამიანი. და თუ ასე გაგრძელდა, აქვე დავამატებ თქვენს პასუხს, თუ ასე გაგრძელდა, ჩემი აზრით, სამშობლო განწირულია. ღმერთმა დაგვიფაროს ჩვენ, რომ ჩვენი ხელით მოხდეს ეს, იცით, ყველა თაობას თავისი ჯვარი აქვს. ამიტომ მე ვთვლი, რომ ეხლა ჩემ ასაკში 58 წლის ვარ, ჩემ ასაკში მე მაქვს ერთ-ერთი ბოლო შესაძლებლობა იმისა, რომ ჩემ სამშობლოს ვემსახურო ყველაფრის ფასად, რაც გულისხმობს ჩემ სიცოცხლის ჯანმრთელობას, რესურსებს და ასე შემდეგ. ამიტომ მე პირველ რიგში მოუწოდებ იმ ადამიანებს მართლა, ვისაც ყველა ეპოქაში უცხოვრია. დაიბადნენ საბჭოთა კავშირში, იციან რა იყო თქვა ძლევამოსილი სახელმწიფოს გარკვეული პრიორიტეტები და ამ სახელმწიფოში ცხოვრების ასე ვთქვათ, გარკვეული გამოცდილება გააჩნიათ. ამავე დროს მიიღეს გამოცდილება ეროვნული მოძრაობის რიჟჟაზე, მიიღეს გამოცდილება უკვე დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში და შემდგომში ყველა იმ ქარტეხილებში, რომელიც აი ამ პროცესებს მოხმებოდა და გახვებოდა ლაიტმოტივად და გვაქვს რაღაცა ძლიერი გამოცდილება და ახლო ისტორიული მეხსიერება. მოდით შევიკრიბოთ, მოდით კონსოლიდაცია გავაკეთოთ, მართლაც გავაკეთოთ ძალიან დიდი ფორმატის, მნიშვნელოვანი ფორმატის, ასე ვთქვათ, პლატფორმა, რომელშიც ჩვენ ყველა დარგის სპეციალისტები ერთად აღმოჩნდებით და შევიმუშავებთ ეროვნული მნიშვნელობის დოქტრინას, უსაფრთხოების კონცეფციას, რომელიც ჩვენი დედა ეკლესიის, ასე ვთქვათ, ასევე ზედამხედველობითა და გვერდში დგომითა და მხარდაჭერით იქნება სავალდებულო აღსასრულებელი თეზისების დონეზე ნებისმიერი მთავრობისთვის. ბატონო დიმიტრი, როგორ ხედავთ ახალგაზრდების ჩართულობას უფლებადამცველ საქმიანობაში? რა გზავნილს გაუგზავნიდით მათ? იცით რა, პირველ რიგში გაუგზავნიდი იმ გზავნილს, რომ არ შეიძლება რომ შენ დაგნიშნონ უფლებადამცველად. შენ უნდა იყო მოწოდებით უფლებადამცველი, შენ უნდა იყო მოწოდებით მეოხი, შენ უნდა იყო მოწოდებით ადვოკატი, შენ უნდა გქონდეს არა მარტო სურვილი, ამავე დროს უნდა გქონდეს სწრაფვა იმ შესაბამისი ცოდნისა და განათლების მისაღებად, რომელიც აი ამ სურვილებს მოემსახურება, აიყვანს მაღალ პროფესიულ დონეზე და საბოლოო ჯამში ათქმევინებს შენს გარემოს, რომ შენგან დადგა უფლებადამცველი, შენგან დადგა ადვოკატი. მე როცა ახლა უფლებადამცველზე და ადვოკატზე ვსაუბრობ, თქვენ არ იფიქროთ, რომ მხოლოდ ადვოკატის პროფესიის უკან დგომ ადამიანებს გულისხმობ. მე გულისხმობ ნებისმიერ სამართალდამცველს, რომელიც პოლიციაში მსახურობს, უშიშროების ორგანოებში მსახურობს, პროკურატურაში მსახურობს. ადამიანი, რომელიც მაგალითად პროკურატურაში მსახურობს, ის არის კანონიერების აღსრულებაზე ზედამხედველი, ხო, მაგალითად კონკრეტულ საგამოძიებო პროცესებზე ზედამხედველი მთავარი სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი პირი. წარმოიდგინეთ, რამხელა ვალდებულებები და რამხელა პასუხისმგებლობა აქვს ღვთის წინაშე იყო პროკურორი და უნდა გეშინოდეს თვითოული გადაცნომის, თვითოული არასწორად დაკვალიფიცირებული მოქმედების, მით უმეტეს თუ კი ეს პოლიტიკური კონიუნქტურით არის ნაკარნახევი. ნებისმიერი მოსამართლე, რომელიც სამართალს აღასრულებს საღვთო ჯულის იმ ვალდებულებების წინააღმდეგ, რომელიც საკუთარი შინაგანი რწმენით მოსამართლეს ვალდებულს ხდის, რომ მიიღოს ესა თუ ის გადაწყვეტილება, ეს არის ყველაზე სევდიანი სანახაობა, ყველაზე მძიმე სანახაობა, რაც ჩვენ შეგვიძლია ადამიანის შემდგომ ხვედრთან დაკავშირებით ვიხილოთ, იმიტომ რომ იყო მოსამართლე და იყო უსამართლო, ამაზე დიდი ტრაგედია არაფერი არ არის, მით უმეტეს როცა მოსამართლე ეს არის ადამიანი, რომელიც დამოუკიდებელ სახელისუფლებაში ტოს მიეკუთვნება და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ვერ დაბრალდება ვერც აღმასრულებელ ხელისუფალს და ვერც საკანონმდებლო ხელისუფალს, იმიტომ რომ ის არის დამოუკიდებლად აღმასრულებელი ხელისუფალი. ამიტომ ჩვენ ახალგაზრდებს უსურვებდი, რომ გამოიტანონ დასკვნა ყოველივე აქედან და ნებისმიერი მათი სურვილი და შინაგანი მოწოდება, რაც მთავარია, დაეხმაროს საზოგადოებას მეტი სამართლიანობა იქნეს აღდგენილი ქვეყანაში,
რა თქმა უნდა, ხელშეწყობილი იქნება იმ შემთხვევაში, თუ კი ამ სურვილს დაემატება შესაბამისი განათლება და სწრაფვა წიგნიერებისკენ. ამას უსურვებთ. ძალიან დიდი მადლობა ბატონო დიმიტრი ამონწურავი პასუხებისთვის, ძალიან საინტერესო საუბრისთვის. დიდი მადლობა თქვენ მოწვევისთვის, ბატონო კონსტანტინე, ვუსურვებთ თქვენ ტელევიზიას განვითარებას, ბევრ სტუმარს, ბევრ საინტერესო სადისკუსიო თემას და დარწმუნებული ვარ, რომ ეს დრო აუცილებლად დადგება. გაიხარეთ ბატონო დიმიტრი. გადაცემა ანალიზის დრო ამით დასრულებულია. დღეს ორშაბათი იყო საღამოს 8 საათი. შევხვდები ჩვენთან სტუმრად იყო უფლებადამცველი ბატონი დიმიტრი ლორთქიფანიძე, ძალიან საინტერესო ვიმედოვნებ ძალიან საინტერესო თემაზე გქონდა საუბარი, დისკუსია და შევხვდებით ზეგ 4 შაბათს საღამოს 8 საათზე უფრო საინტერესო ეთერით და ძალიან მალე შევხვდებით უკვე სახალხო ეთერში და ამით დავასრულებთ სახალხო ეთერით დავასრულებთ ამ სეზონს და შევხვდებით უკვე იანვარში.